23 დავალება იპოვეთ f(x) უდრის 3 ხარისხად x + 7 - 5 ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე. ფუნქცია არის ექსპონენციალური, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ხარისხში, რაც არ უნდა მოცემული იყოს, ნებისმიერ ხარისხში ექსპონენციალური ფუნქცია უარყოფითი არ გახდება. ანუ 0-ზე ქვემოთ არ ჩამოვა ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე, მაგრამ რადგან თავისუფალი წევრი -5-ია, ეს მნიშვნელობათა სიმრავლეს 5-ით ქვემოთ დაბლა დასწევს. ამიტომაც პასუხი მარტივად იქნება -5-დან უსასრულობამდე. მაგრამ მე შემოგთავაზებთ უფრო ფორმალურ გზას და გაგახსენებთ უფრო ასე ვთქვათ ადრეულ მასალებში გავლილ ფუნქციის შექცევადობას, როგორც შეიძლება ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე ავსახოთ ფუნქციის განსაზღვრის არეით და პირიქით. ამისათვის არსებობს ერთი მარტივი გზა, რომ x-ი გამოვსახოთ y-ით და მოხდეს მათი შენაცვლება. დავწერე ამ მოხსნაში, რომ 3 ხარისხად x-ი პლუს ის ნაცვლად გამრავლებული 7-ზე, მოგახსენება, რომ ეს ერთი და იგივეა. გამოკლებული 5 უდრის f(x) იგივე უდრის y-ს. 3 ხარისხად x-ი გამრავლებული 7-ზე უდრის y + 5, გადავიტანე 5 მეორე მხარეს. 3 ხარისხად x-ი უდრის y + 5 შეფარდებული 7-ზე და ლოგარითმის თვისების თანახმად, ეს ყველაფერი ავსახე ლოგარითმებში და გამოვიდა x-ი უდრის ლოგარითმი 3-ის ფუცით y + 7 შეფარდებული 7-თან, y + 5 შეფარდებული 7-თან, შევანაცვლე, როგორც თავიდანვე ვთქვი, x-ის ნაცვლად ჩავსვი y-ი და მივიღე ესეთი გამოსახულება. რადგან მე ვიცი ლოგარითმის თვისებიდან, რომ ასე ვთქვათ, ზედა ნაწილში ლოგარითმისა შეუძლებელია, რომ იგი 0-ზე 0-ის ასე ვთქვათ, გაუტოლდეს, ან 0-ზე ქვემოთ იყოს მით უმეტეს. იმიტომ რომ ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, 3 რა ხარისხში უნდა ავიდეს, თუ გით მინუსში, თუ გით პლუსში, რომ მან მიიღოს უარყოფითი გამოსახულება. ეს ხო შეუძლებელი, აი ამ პრინციპს ემორჩილება ლოგარითმის კონცეფცია. აქედან გამომდინარე, მარტივი ტოლობიდან, რომ x + 5 მრიცხველი შეუძლებელია უარყოფითი იყოს, მარტივად აღნიშნა, რომ x-ი მეტია -5-ზე. თუ გნებავთ გამოიყენეთ ეს გზა, ან მარტივად ლოგიკური ასე ვთქვათ, კვანძებით შეგიძლიათ რომ გახვიდეთ სწორ პასუხებამდე. აი ეს იყო ეს ამოხსნა 23 დავალების და შეგვიძლია მოვნიშნოთ პასუხი. შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გინდათ რომ დარწმუნდეთ, მარტივად ჩასვით ამ სიმრავლიდან სხვა, მაგალითად -6, -7 და დარწმუნდებით, რომ ნამდვილად ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე იქნება შეუსაბამო. ეს იყო ამოხსნა.